მოგესალმებით პალიტრა ნიუსის და რადიო პალიტრის ეთერშია გადაცემა ლანჩთაიმი. დღეს ჩვენი მასპინძელი გახლავთ წიგნის კაფე ბიბლუსი, რომელიც კანდელაკის 7 ნომერში მდებარეობს. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი კი ბატონი დათო ევგენიძეა, რომელთანაც დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვია. მოგესალმებით დათო. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ მობრძანდით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. და დაგვითმეთ დრო, როგორ ხართ, როგორ გსმენთ? და უკეთესად ბევრად ჩემი რეინკარნირებული ახლო წარსულიდან გამომდინარე და ეხლა უკვე რაღაცნაირად გეგმავ კონცერტებსაც და უბრუნდები ჩემთვის. უკვე აქტიურ რეჟიმში აგრძელებთ თქვენ საქმიანობას, ძალიან მიხარია, ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა იმ პერიოდში. დიდი მადლობა ყველას. მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ბატონ დათო, როგორც წესი ამ ინტერვიუს ვიწყებთ ხოლმე ბავშვობის გახსენებით და ჩვენი რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ რაღაცნაირი განსაკუთრებული ეტაპი და განსაკუთრებული პერიოდია ბავშვობა, უდარდელი, ფერადი, ლამაზი. აი თქვენ შემთხვევაში ყველაზე მძაფრი მოგონებები რა გაქვთ ბავშვობიდან? ცხოვრობდი რუსთაველის 54 ნომერში, აი ეს რასაც მე თბილისურ ეზოს ვეძახი და რასაც იტალიურ ეზოს ეძახიან და ნუ საოცრება იყო ეს არ იყო მარტო ოჯახში ცხოვრება, ეს იყო რამოდენიმე ოჯახში ცხოვრება, ყველა შვილები ყავდა, ჩვენ ერთმანეთის სახლებს არ ვცხოვრობდით და ჩამჩა მუსიკა, რომელიც ზოგი იყო მაგალითად ლატვიიდან მეზობელი, ზოგი იყო აზერბაიჯანიდან, ზოგი სომეხი და ყველა თავის ნაციონალურ მუსიკას უსმენდა და ეს ყველაფერი მესმოდა ერთად. პატარა და სხვათა შორის ბევრი წლების მერე 97 წელს ოპერაში გავაკეთე კონცერტი და დავარქვი შაბათი, იმიტომ რომ შაბათ დღეს ყველა სახლში იყო და ეს ყველაფერი მესმოდა და გავიმეორე ეს რაც ბავშვობაში მესმოდა, რა თქმა უნდა, სახეშეცვლილი. რა თქმა უნდა, ის ბავშვობაში ჩვეულებრივი რამე არ იყო ეს არც მეგონა რომ სხვა რამე არსებობს. მაგრამ ბევრი წლების მერე უკვე მისი მნიშვნელობა აღმოვაჩინე ჩემში მუსიკის განვითარებაში, აი მრავალჟანრობრივი მუსიკა, რომელსაც მე ვირჩევ და რასაც ვთავაზობ ხოლმე ჩემს მსმენელს, ალბათ ამ ღრმა ბავშვობიდან მოდის. და პლუს აიყო ისიც ყველაზე ისეთი რაც დამამახსოვრდა, ერთი დიდი ოთახი ქონდა რუსთაველზე და ნუ პატარა მეორე და ცხოვრობდით ჩემი დიდი ბებია, ბებიის დედა, ბებია დედა, მამა, ჩემი დედა. აი ეს ამდენი ადამიანის ერთად ყოფნის დღესაც მაკლია ეს ნოსტალგია, რაც მაშინ ბავშვობაში მქონდა სრულყოფილად რა. ბატონ დათო, აი ეს მუსიკა თქვენ ახსენეთ, რომ აი ბავშვობიდან აღიქვამდით ამ ყველაფერს, თუმცა აი ესეთი დიდი დოზით უკვე როდიდან შემოვიდა თქვენ? სხვათა შორის ეს არაერთ ინტერვიუში მაქვს მოყოლილი პატარა რო ვიყავი, პიანინოით ხო გითხარით ერთ ოთახში ცხოვრობდი ყველა და მაღვიძებდი, რა ღამე დგებოდი და უკრავდი და მამა ჩემი ძახსა რომ ფსიქიატრიულ სანცავიყვანოთ ბავშვი ვერ არის ცოტა ჭკუაზე და ნუ ბებია შემოთქვა რომ არა ეს მუსიკოსი არისო რა და სხვათა შორის ბების ძალიან დიდი დამსახურებაა რომ ისე მატარა რომ ბოლოს აი ეს დათო ევგენიძე გავხდი, იმიტომ რომ წამიყვანა კომპოზიტორთან ჯერ სანდრო მირიანაშვილთან, მე ლილიაშვილთან, ექსანიშვილთან და ეს მატარა ძალიან დიდ კომპოზიტორებთან და იქიდან უკვე ჩემი კონტაქტი გაჩნდა მორის ფოცხიშვილთან, რომელიც უკვე ძალიან პატარა ასაკში ლექსები დამიწერა, რაზეც მე მუსიკას წერდა. თავი არ მახსოვს არა მუსიკოსი. ის გარეშე. და ალბათ ანუ ოჯახში დიდი გაკვირვება ამასაც არ გამოუწვევ, იმიტომ რომ ინტერესი იგრძნობოდა. არა, ისეთი ასე 4 წლიდან დაიწყო ეს ჩემი მუსიკის წერა და სხვათა შორის ბები აქცევდა ყურადღებას, რომ მაშინ სპიდოლა რადიოები იყო რა, აი ესე რო იჭერ. და ნუ ეს ხო ვატრიალებდი ამ რადიოს პატარა და აი კლასიკა რო შემხვდებოდა მაგალითად ან ვერდის ოპერა, პუჩინის ან რაღაცა იქ ჩერდებოდი და იმას უსმენდი ხოლმე და არა დაუშვათ სხვა ჟანრის მუსიკას და ბებია შეიძლება ხო გითხარი. ქეთევან მაღლაფერიძე სულ თხოვდა ხოლმე სანამ ცოცხალი იყო რომ ბებიას რო იძახი მაგახსენე ვინ არის ბებია. სახელი და გვარი და ქეთევან მაღლაფერიძე. უსაყვარლესი ბებია მყავდა. სხვა პროფესიაზე აღარც გიფიქრიათ ბატონო? იცით რა ხატავდი მე ბავშვობიდან და ლექსებსაც წერდი. და ჩემი ხატვის მასწავლებელი იძახდა რომ გაანებით ამ ბავშვს ხატვარი არისო რა. და მე პრინციპში დღესაც ხატავ, დღესაც წერ ლექსებს, მაგრამ თვითონ მუსიკა ვარ. ხო. ნუ ხელოვნება ყოველ შემთხვევაში თავიდანვე. კი, რა თქმა უნდა. ხელოვნების მიმართულება იყო. სხვათა შორის ერთი იყო არა ხელოვნება
ბებია ჩემი გიждდებოდა, ნუ ეხლა ჩვენ ჭადრაკის დედოფალი ყავს და დედოფლები პროფესორები და 40 წელზე მეტი არ გასულა საქართველოსდან გვირგვინი და აი ეს ქონდა აღფრთოვანება ამ ჩვენი ქართული ჭადრაკით და შემიყვანა ჭადრაკზე სხვადასხვა თამაშობდი კარგად. და აი ჭადრაკის მასწავლებელი არჩილ წერეთელი მეუბნებოდა რომ ძალიან კარგად თამაშობ ტურნირებში მაღებინებდა მონაწილეს, მაგრამ ცუდი თვისება მქონდა. თუ პარტნიორი მომწონდა, რაღაც სიმპათიას იწვევდა, მოსაგე პოზიციაში ყაიმზე უთანხმდებოდა. ანუ არ გინდოდათ რომ წაეგოთ. ხო, არ მინდოდა რომ წაეგო და აი ეს მე არჩილმა თქვა რომ ესე არ გამოვაულა. აჰა, ძალიან საინტერესო. ბატონ დათო, რამდენად ყოფილა თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი მოვლენები, რომელიც გავლენას ახდენდა თქვენს თუნდაც ემოციურ მდგომარეობაზე, პიროვნებაზე, შეიძლება გცვლიდათ ან სხვანაირად გაფიქრებდათ უბრალოდ. ჩემ ცხოვრებაში 18 წლის ასაკში ისეთი რამე მოხდა, რომ ჩემი და ლია დაიღუპა ზღვაზე და ნუ აი აბსოლუტურად სხვა ადამიანი გავხდი ამ შემთხვევის მერე. იქამდე ხა მე ირაკლი ჩარკვიანი გეკაბა კობახიძე ლევან აბაშიძე ესე ცოტა ცხვირაწეული ბიჭები ვიყავით და რაღაც ჟანრობრივადაც არ გავდით ცხვებს თუ რაღაცა და ცოტა ის გქონდა რა აი ეს ყველაფერი მომოცილა ლიამ და თუ კი რამე ჩემში კარგი თვისება ეს ჩემი დისნაჩუქარი. დიდი გავლენა მოახდინა ამ ფაქტს. არა, აბსოლუტურად სხვა და მუსიკაშიც მაგალითად ნუ წერდი სიმღერებს, რაღაცებს, უფრო კლასიკოსი ვიყავი მაინც და პირველივე ნაწარმოები ჩემი დის გარდაცვალების მერე იყო რექვიემი, რაც ჩემ დას მიუძღვენი. ბატონ დათო, ლია ევგენიძის. ხო, ანუ მას ისე კიდე სხვა ნაწარმოებები გაქვთ მიწყვლილი. რა თქმა უნდა, 5 პრელუდია თითქმის თელი ჩემი შემოქმედება ეძღვნება ჩემ დას. ბატონ დათო, აი ახსენეთ იგივე ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე ეს ის თაობა იყო, რომელსაც იცნობდა მთელი ქალაქი, მთელი ქვეყანა. იხსენებთ ხოლმე ხშირად აი ამ ურთიერთობებს. ძალიან რა თქმა უნდა ეს ჩემი ნაწილია ცხოვრების და ჩემი ტკივილია, იმიტომ რომ ფოტოებს ვერ უყურებ ხოლმე რა, იმიტომ რომ მარტო ვარ დარჩენილი და ერთ-ერთ ფოტოში ისეც კი წავაწერე რომ ზემოთ განან ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე, ლევან კერესელიძე და ლევან ღობერძე და მე ვარ ჩაცოცხული და ალბათ მაგიტომ გადავჭი რომ ჩავიცოცხლე მეთქი რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სამეგობრო ლევან აბაშიძე, ირაკლი ამირეჯიბი, ალიკო კვაშალი, ირაკლი ჭანტური, რავი, აი მთელი თაობა წავიდა რა და ისეთი ტკივილი დამიტოვა და სიმარტოვი შეგრძნება რა. რა სუთითებზე ჩამოსათვლელი დავჭით იმ დროიდან მეგობრები რა. აი ამ ურთიერთობებიც თითქოს რაღაც სხვანაირი იყო მაშინ, ხო? კი, აი თვით რა ჩვენი პროტესტი იყო მაშინ საბჭოთა კავშირის დროს ვიყავით ეხა თინეიჯერები და ახალგაზრდები და ჩვენ თქვენ არ გავართ. არ იყო აგრესია, ხვდებით რას ვეძახი, აი რომ რაღაცა ეს მომენტი არ ქონდა, უბრალოდ ცოტა ზევიდან უყურებდით და ჩაცმით უსვავდით ხას საყურე გავიკეთე მე-9 კლასში და ბენდანაც გელა ჩარკვიანმა ჩავამიტანა კისერში ეგონა რომ გავიკეთე და თავზე გავიკეთე და მაშინ ეს იყო პროტესტი რა ნუ აი ხა და სხვადასხვა ასევე იყო გამბედაობა ეკლესიაში წასვლა იმიტომ რომ კომკავშირში უნდა შესულიყავი და ეკლესიაში არ უნდა წასულიყავი და მე კომკავშირში არ შევსულა რა. პიონერი არ მეკითხებოდა, არავინ პიონერი სამწუხაროდ ვიყავი და ესეც მასონური რიტუალი ყოფილა, ცოტა ხნის წინ გავიგე რა, ეს ყელსაბამის კისერზე გაკეთება. ქვეცნობიერად აი ეგეთ რაღაცას აკეთებდნენ. ქვეცნობიერად ცნობიერად, უბრალოდ ჩვენთვის იყო ქვეცნობიერად. ბატონ დათო, დროსთან და გამოცდილებასთან ერთად ბევრი რამ მოვიდა თქვენთან, აი თქვათ, წლების წინანდელი თქვენ მე და დღევანდელობა რომ შეადაროთ ერთმანეთს, რამდენად დიდ სხვაობას ისიც რა არის, პირველი რაც ჩემთვის იყო უმნიშვნელოვანესი იყო თავისუფლება. აი შენ თავისუფლება ვიღაცაზე სწორდის უარყოფა კი არა. უბრალოდ შენში თავისუფალი როცა ხარ რა. და ის არასდროს არ გქონია რომ ვიღაცას გავჯიბრებოდი რომ აი მე შენზე თავისუფალი ვარ ეს საერთოდ შეგრძნება არ მქონია ვინმესთან ჯიბრის რა. და თავისუფლება იყო არის იდეაში ის მდგომარეობა სულიერი, როდესაც შენ არც ფიქრობ იმაზე, რისგან თავისუფალი ხარ, უბრალოდ თავისუფალი ხარ, საჩუქარია ღმერთის რა. და ნუ რა რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ისეთი უკიდურესი ჟანრებში მუშაობდი, რომ ერთი გამორიცხავს მეორეს და
ქართული ენა არის საოცარი ენა, სადაც თითო სიტყვა გამოხატავს ძალიან ბევრ რამეს და არა მხოლოდ იმ ერთ აზრისთვისაც არის. თავისუფალი, შენი თავისუფალი ხარ. და ეს ღმერთი ჩუქნის ამ თავისუფლებას. არსებობს ისა ბოლომდე თავისუფალი ადამიანი? მგონია რომ არა, იმიტომ რომ ერთადერთი სადაც რჩები თავისუფალი ეს თუ ღმერთის გჯერა, ის გჩუქნის ამ თავისუფლებას და თუ ღმერთს უარყოფ რაღაცაზე დამოკიდებული ხდები, იმიტომ რომ როგორც კი ღმერთს უარყოფ, ვიღაც სხვა ბატონს ეძებ რა. და ღმერთს საჩუქარია, რატომ უნდა ეცადო რომ უარყო. იმიტომ რომ ღმერთი გაძლევს იმის საშუალებას, არ შესწოდო, არ იყო ბოროტი, გიყვარდეს, რასაც ღმერთი გეუბნება, იმ გზას თუ დაყვები, რაც კეთილ ადამიანად გაქცევს, ხო? თუ შეძლებ ამ გზით სიარულს. ბატონ დათო, შეცდომის აღიარება შეგიძლიათ, როდესაც აცნობიერებთ, რომ შეცდით, ანუ რამდენად მარტივად ახერხებთ? კი, ძალიან ბევრი შეცდომები მაქვს, თელი ცხოვრება შეცდომაა ჩემი რა. დაბადების გარდა ალბათ. ძალიან შეშლილად ვიცხოვრე რა. და ისე ღმერთმა მაჩუქა სიცოცხლე, რომელიც ცოტა მიკვირს რატო დავიმსახურე რა. იმიტომ რომ ძალიან გიჟი ვიცხოვრობდი რა. ყველაფერს შემოდი რომ მომკვდარიყავი. აი თელი ჩემი ცხოვრება იყო იაპონიიდან რა ვთქვი ხარაკირი რა. იმიტომ რომ სვავდი პათოლოგიურად, არაფერზე უარი არ მithქვია და მაინც მაჩუქა სიცოცხლე რა და რახან მაჩუქა დავფიქრდი იმაზე რომ შემთხვევით სიცოცხლეს არ გჩუქნიან რა. და უფრო თვალები ამეხილა, როგორ ვიარო აი იმ დღიდან როცა გადავჭი. და მადლობა გიორგი მახარაშვილს, ვინც ვისი ღვიძლიც მაქვს აი აქ. და უცნაური კავშირი საერთოდ ცხოვრებასო დააკვირდე, ძალიან გავს ისეთ ლიტერატურას რა, სადაც შემთხვევით არაფერი არ ხდება. ძალიან ბევრი წლის წინ, 1-8 წლის წინ ამას რატო უყვები, როგორც ფაქტს კი არა, მე რა გავაკეთე, უბრალოდ რა კავშირი აქვს ამას. ძალიან საინტერესო. დედა გარდამეცვალა და ისე დაემთხვა, რომ 31 დეკემბერს უნდა დამესაფლავებინა რა, ახალ წელს. წინასწარ იყო დაგეგმილი რიყეზე საახალწლო კონცერტი, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩემზე იყო აწყობილი და მე რომ არ მივსულიყავი, 30 ბავშვი, რომელიც ამ კონცერტში იღებდა და ელოდებოდა, დარჩებოდა კონცერტის გარეშე და როგორი რთულია წარმოიდგინეთ, რომ დედას ასაფლავები და მიდიხარ დასაკრავად. დავუკარი ეს კონცერტი, დავთვერი მე რა, აი შინაგანად. რთული იყო თქვენთვის რა. და გავაჩერე ტაქსი რა. მოვდივარ სახლში საბურთალოზე მოვყავარ რიყედან რა და სადღაც მიცკევიჩზე გავაჩერე რომ კიდე ერთი ჭიქა დამელია და მანამდე უკან ვიყავი წამოწოვრილი ისეთ თვალი ვიყავი და იქიდან რომ გამოვედი კაფედან. ჩავჯექი წინ და უცებ შევამჩნიე სახეზე ლაქები საშინელი ამ კაცს რა და რა გჭირს მეთქი და მე ორი თვე დამჭა სიცოცხლეო ჩემი შვილებისთვის ვაგროვებ ახლა ფულსო რა და რა გჭირს მეთქი და ცეროზი ბოლო სტადიაშიო და ორ თვეზე მეც ვერ ვიცხოვრებო რა და მომეცი მეთქი თქვენი ტელეფონით და აქ მაქვს ჩაწერილი სახელს ვერ დავიმახსოვრებდი ღვიძლი ჩავწერე აი რასო და მეორე დღეს დაურეკე გავიგე რა იყო რაღაც საჭირო ვისესხე 120,000 კრედიტი ავიღე და გადავანერგინე ღვიძლი და გადარჩა. რას ლაპარაკობ? და ეგ დამიბრუნდა, მაგიტომ მოვყევი ეს ამბავი რა. ეს ამბავი ხო, ნამდვილად არ ვიცოდი და ხე. ეს დედა ჩემის გამოგზავნილია, ესე იგი თავის გარდაცვალების დღეს დედამ გამომიგზავნა ეს მძღოლი, რომ მე ოდესღაც გიორგი მახარაშვილიც მისი გამოგზავნილია ჩემთან. დედის გადარჩენილი ვარ და ნუ რა თქმა უნდა გიორგი რომელსაც მაიძულა. მანამდეც ბატონო. მეჯვარე ვარ და შვილის ნაცლია და თან როგორ რამე იყო, იცით რომ თვითონ მაიძულა, არ ვაპირებდი გადანერგოს, არა უნდა გადაენერგოს, შავი ხარ, რას გევხარ თუ რაღაცა და ისე წავედი თურქეთში რომ სისხლიც არ ვიცოდით ემთხვევა თუ არა. და დაემთხვა. ხო, აი ესეთი მოვლენები ალბათ ძალიან მოქმედებს მე ემოციურადაც, ფსიქოლოგიურადაც და ესეთი რაღაცებიც მართლა როგორც აღნიშნეთ, შემთხვევითობა ხო არ წარმოუდგენელია. ესეთი რამე რომ შემთხვევით მოხდეს, წარმოუდგენელია რა და გიორგიც ძალიან უცნაურად შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ნუ აი ბევრი წლის უკან აი ეს ახალი მომხდარი იყო ჩემის ტაქსის ცხოვრების ისტორია და სახში ვზივარ კაკუნია კარზე გავაყე და დგას ვიღაცა ბიჭი წვერებში პიანინოს ხო ვერ მოთხოვებთო და წინა საახალწლო პერიოდზე ცოტა რომ გაგიკვირდება რა და არ ვიცნობ
და ამ დროს წერ ახალ სიმღერას ციდან ცვივანოტები თუ იცით ჩემი სიმღერა. და ხმა და მეთქი მომღერალი ხარ? კი და ერთ წამში შემოდი მეთქი. აბა ეს სიმღერა წაიმღერე მეთქი რა. და იქვე და სახში არის ჩაწერილი ეს სიმღერა რა. ელენე კალანდაძეს თავის ყო ჩაწერილი ჰქონდა და მე დაადო გიორგიმ და აი დღიდან მაშინ დაიწყო ჩვენი მეგობრობა რა. მე ვიყავი მეჯوارე, მე მონაწილე ნიკოლოზი მისი. ბატონო და აი ზოგადად ჩვენ მოვლენებზე ვისაუბრეთ, მაგრამ ადამიანებსაც თითქოს რაღაცა ყოველას თავის როლი აქვს, ხო? ჩვენ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა. ხა ჩემ ცხოვრებაში ისეთი ადამიანები იყვნენ, იქ ვერ სიტყვი ხარ იმ თაობაზე, რომელიც ჩვენ ერთნი ვიყავით, გეგა, ირაკლი, ლოვიკა, სულ ყველა, მაგრამ იყვნენ ჩვენზე უფროსები, მაგალითად, ვინც ჩემს ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონიეს, ეს იყო გოგიტა ჭყონია, ეს იყო ლუკა წულაძე, ადამიანები, რომლებიც აი სხვანაირ დამანახეს სამყარო რა, მეგობრობდნენ, მე მათზე უმცროსი ვიყავი და მაგათი მეგობრობა იყო უზარმაზარი საჩუქარ სამწუხაროდ არც ერთი აღარ არის და არც მეორე. ესეთივე ჩემ ხელად იყო ტატო კოტეტიშვილი გენიოსი, როგორი ფილმები დატოვა და რაღაცნაირად მემატიანეთ დავრჩი. ჩემი შემოქმედების გარდა ვგზნობ, რომ ჩემი ვალია რახან გადავჭი, რომ აი მთავობის შემოქმედება გავაცნო ახალ თაობას. და შეინახოთ, ხო, იმედება ბევრმა არის ის არც სტატუს ფილმები იციან, არც გოგიტას ფილმები იციან, ჭონა, ანუ გენიოსები არიან, ისინი აკეთებდნენ აი დღეს რომ მოდერნი ქვია თელსოფლიოში, ამათ აქ საბრძოლო დროს გაკეთებული ეს ყველაფერი რა. ხო, მართლა რაღაცა ისეთი განსხვავებული თაობა იყო, ეხლა რომ თქვა, ფიქრობთ ამაზე და იცით რა, არ იყო აგრესია. ხო. სიყვარული იყო, აი გაბრაზება და სიყვარული თუ ვიდო სასწორზე, სიყვარული იყო არჩევანი. ბატონო დათო, ნანობთ აი ამ გზას რაც გაიარეთ, ხარო ახსენეთ, რა ითქვა თუ არს არაფერზე ვამბობდი და არა, იცით რა, თუ მაინც ნაწილია ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრების. აი ხა გაგარინს რო კითხო, რატო გაფრინდიო რა, იგივეა. დაუფრინავდი ამ პერიოდში. ოღონდ შემოქმედებითად ხელი არ შეუშლია. უბრალოდ რა არ გავაკეთე, ისე ძალიან ბევრი ვწერე ამ მდგომარეობაში, რომელიც ეხლა აღმოვაჩინეს 2 წელია რაც სულათა ვარ და გარეთ არ გავდივარ, სახში ვიპოვე ვინჩესტერები და იმდენი საათი მუსიკა მაქვს ნაწერი, რომელიც საერთოდ არ მახსოვდა და უბრალოდ არ გამომქონდა. ჩემი YouTube-იც არ მქონდა და აი ხა დავიწყე ამ ჩემი მაშინდელი ნაწარმოებების დადება. და ეხლა ვაპირებ კონცერტებს, რომ აი ეს მუსიკა, რომელიც დამიგროვდა, ის მოვასმენინო, იმიტომ რომ მაინც ხალხისთვის არის დაწერილი. ხო, რა თქმა უნდა. და ყველაფერზე ვარი მაგ ნათქვამი სხვათა შორის ამერიკაში მოხდი 1999 წელს და მაიკლ მეტიუსი იყო ესეთი ადამიანი, რომელიც ჩემი კურსელის დისკმარი იყო. და ჩემმა კურსელმა მითხრა რომ ჩახვალ დაურეკეო რა. და ჩვენ ჯგუფი ვიყავით, მაშინ სად იყო ესე ამერიკაში წახვედი. რაღაცა შვიდობის დაცვის კომიტეტმა წაგვიყვანა მე, თათუზა ყურაშვილი, ენრი ლოშვილი, ხელოვანები რა. და იქიდან ამერიკელები რო ჩამოდიოდნენ, გაცვლა რო იყო რა. და მე იქამდე დაურეკე აეროპორტიდან, მეთქე დამხვდა ეს კაცი და არ ვიცი ვინ არის. და მივიდა ჯგუფის ხელმძღვანელთან და სად მიდიხართო და ჩემთვის ნიუ-იორკი იყო ამერიკა და ნიუ-ჰევენში მივიდეთ ნიუ-იორკის და თხოვა რაღაცა უთხრა ისეთი რა უთხრა არ ვიცი და იმან გაგვიშვა და მე ვთხოვე რომ იქნებ მეთქი თათუზას გამოუშვათ მეთქი გავკადნიერდი და და ამ კაცმა Fifth Avenue-ზე 5 სართულიანი საკუთარ სახლში მიმიყვანა აზე არა ვარ ვინ არის და ნუ წამიყვანა რაღაცა კლუბში, ცათაბჯენში, სადაც 17 სართული ქვეით იყო, პირიქით ლიფტით ჩავდიოდი და რაღაცა კლუბში, სადაც გამაცნო მედბიანკო, კატო ბარბიერი და იქ იმასთან ვიჯექი. ბართან და ვისკი მინდოდა და ესე გაიხედა უკან, გავიხედა პრინცესის. აი. მე რა შოქში ჩავარდი, წარმოიდგინე და აი გეთი და მეთქი რა მაგარი ნაცნობა მოყავს ამ კაცს რა, გაგიჟებული ვიყავი და 94 წელს რო ჩავედი, მაშინ მომიყვანა ვედერი პორტის მუსიკოსები. მანულო ბოდრენა, ბარონ ბრაუნი, სკუტერი და ნუ საგიჟეთ და ეს კლიპი რო გადავიღე ალბაკაიტესთან ერთად რა, ნიუ-იორკში და სულ გიჟდებდი როგორი ნაცნობა მოყავს ამ კაცს თუ რაღაცა რა და სხვათა შორის რო წავედი ნიუ-ჰევენში, შემდეგი ქალაქი იყო ბოსტონი. და ამან ხომ მკითხა რომ მე სად მიდიხარო და ბოსტონში ბერკლიში ალბათ წაგიყვანენ ექსკურსიაზე, მეთქი კი მეთქი და
რომ შევედით ბერკლიში, უცებ ვიღაც კაცი გამოდის და რომელია დათო ევგენიძე და ხმა ჩამივარდა. ვერაფრით ვერ მიხვდი რა, საიდან შენ რომ მიცნობდეს და აბა დაუკარითო რამეო რა. დაუკარი და მეორე დღეს ნიუ-ინგლენდ კონსერვატორიაში კონცერტი გავაკეთე. ეს იყო მაიკლ მეთიუსის დარეკილი. და ბოლოს როდის ვიგებ ვინ არის ეს კაცი? შარშან ჩამოდის მისი ცოლი, რომ ჩემი კურსელის და საქართველოში და პატიჟე ბახშამზე. და ჩემი სიძე ნიკა კაჩაროვი ზის იმ სუფრასთან და რაღაცას ლაპარაკობ მე გამაქვს რაღაცა შემომაქვს და ნიკა მეუბნება შე დეგენერატო ერთ წამით გამოდიოდა რა იყო მეთქი და მაიკლ მეთიუსი ვინ არისო შენ ვიციო და არა მეთქი ელექტრიკ ჰარმონიკის ფლობელი მე ჯიმი ჰენდრიქსი გამოიყვანა როლინგ სტოუნსი გამოიყვანა ლედ ზეპელინი და მე აზი არ ვიყავი ამდენი წლები რა ბატონო ისე არ გიფიქრიათ რომ აი ვთქვათ გაგეგრძელებინათ ფარგლებს გარეთ თქვენი კარიერა ნუ სკაილაინ სტუდიოსთან დამიდო ხელშეკრულება 10 წლიანი მაიკლ მეთიუსმა მე საქართველოს გარშე ვერ ვძლებდი წამოვედი მე საფრანგეთში მარია ჰაურცი, ფრედერიკ დევილიატი, გვანდელ შმიცი, კონცერტები შანზელიზეს თეატრში, სან-ჟერმენის, ევროპაში როგორი კარიერა მქონდა, იცით რომ აი როგორც კი მიდევდნენ ბევრ წლიან ხელშეკრულებას, ბოლომდე დედას ვნახავ და ჩამოვალ და ვიკარგებოდი და კანარის კუნძულებზე 4 წელი ვიყავი და ისეთი პოპულარული გავხდი რომ ბოლოს ჩავატარე 10 მილიონიანი ფესტივალი რა და ჩამოიყვანე კატრინ დენევი, ლატოია ჯექსონი ვანესა პარადი და ჩემი ფესტივალის სპეციალ გესტები იყვნენ და წავიყვანე საქართველოსდან 150 კაცი უფასოდ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ირაკლი წავდა ჩარკვანი რა თქმა უნდა ეხა პირველ რიგში უზარმაზარი ფესტივალი გავაკეთე და ჩამოვედი ტაქსპური არ მქონდა არც ამას არ ნანობთ? აი საერთოდ არ ვნანობ. მაინც საქართველოში დაბრუნდით და აქ გერჩივნეთ ყველაფერი. ხო და ეხლა მოსკოვში ძეგლებს მიდგავდნენ. ოქროს არწივი, ოქროს ვერძი, ოქროს ნიკო და კინოტავრი. 4-ვე აღებული მოგდა 8 აგვისტო რომ მოხდა, აღარც ჩავსულა როკან წამოვედი იქიდან. ბატონ დათო, დღეს წერთ აქტიურად? 32 ანესთეზია მქონდა. და აი რაღაც ცოტა სხვა სივრცეში გადაყავხარ ამ მდგომარეობა, ცოტა მეხსიერებაზე მოქმედებს და რაღაცა და აი ამ რეინკარნაციის პერიოდში ჯერჯერობით არ ვაძლევ თავს უფლებას, სანამ აბსოლუტურად ჯამთელი არ ვიქნები, რომ ხელოვნებას ცოტა ამონტყოფობა შევახ. აჰა. ლექსებს? ლექსებს წერგი. უბრალოდ აი ეს პერიოდი მაქვს ოდნა უკან გახედვის ის რაც ესე უწერდი გიჟები და ესე უწერდი აი ამ ყველაფერთან როგორც უცხო ადამიანის დაწერთან ისე ვეცნობი. და ამან მომცა ეხა საშუალება რომ მე არ მქონია ჩემი სიმღერების კონცერტი და საიუბილეო წელი 50 წელის სცენაზე და ფილარმონიაში ჩავატარებ. თან ძალიან უცნაური რამე უნდა გითხრათ. ჩემი კონცერტები რაც კი მქონია, ვიძახი რიცხვს და არ ვიცი რა დღეა. და ნათქვამი მაქვს რომ კვირა თუ დაემთხვა მეთქი არ შევცვლით კონკრეტულად იქნება ბოლო კონცერტი მეთქი რა და რომ ვიძახი მე ძალიან შიში თუ ნახულობ კალენდარში რა დღეა და ეხა იცით უკვე დაახლოებით რიცხვი და ეხა თქვი 14 ივნისი და აღმოჩნდა შაბათი აჰა და არ შევცვლიდი რა 14 ივნისი ვთქვი ჩემი დის დაბადების დღეზე მინდოდა 7 ივნისი და არ ეცალა ფილარმონიას არ ეცალა ანუ უკვე ბრუნდებით აქტიურად და ასე ვაპირებ ოპერაში ძალიან დიდ კონცერტს, აი როგორებიც გამიკეთებია რუსთავის თეატრში რა ვუყოთ რა ანგელოზი, აი ბევრი სინთეზი, ბევრი ჟანრების და ოდნავ პერფორმირებული რა. წელს ისეთი წელია რა. აღნიშნავ ჩემს სიცოცხლეს რა. რო ცოცხალია. ნამდვილად საჩუქარია როგორც აღნიშნეთ და ნამდვილად იმსახურებს ესეთ აღნიშნას. დიდი მადლობა უნდა გითხრათ. მადლობა თქვენ დაპატიჟებისთვის. საინტერესო იყო როგორც ყოველთვის თქვენთან საუბარი, წარმატებებს გისურვებთ, მიხარია რომ კარგად ხართ, მიხარია რომ უბრუნდებით თქვენ საყვარელ საქმეს და მინდა რომ ყოველთვის იყოთ ძალიან. უღრმესი მადლობა და მიყვარს თქვენი ტელევიზია, ხშირად უყურებ ხოლმე და მადლობა რომ ვიყავით თქვენი სტუმარი. მადლობა თქვენ. მადლობა ჩვენს მაყურებელს. მადლობა დიდი. ზუსტად ერთ კვირაში.